მოგესალმებით. ამ ვიდეოში ჟეტონების სისტემაზე ვისაუბრებთ, რომელიც გამოყენებით ფსიქოლოგიაში წარმატებულ ტექნიკად მიიჩნევა. ჟეტონების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და ეფექტური მეთოდია ქცევის შეცვლისა და ახალი უნარების გაძლიერებისთვის. ხშირად მას ვიყენებთ ბავშვებთან მუშაობისას თერაპიულ გარემოში, თუმცა სწორედ დაგეგმილი ჟეტონების სისტემა ეფექტურია როგორც სახლში, ისე სკოლაში. განვიხილოთ, რა არის ჟეტონების სისტემა, როგორ მუშაობს ის ქცევის გამოყენებითი ანალიზის ფარგლებში, რატომ ზრდის მოტივაციას და როგორ უნდა შექმნას სისტემა, ისე რომ არ გადაიქცეს უბრალოდ დაჯილდოების ხრილად. თუ გსურთ, რომ ბავშვმა უფრო მარტივად შეასრულოს ინსტრუქციები, გაზარდოს სასურველი ქცევები და სწავლა გახდეს უფრო სტრუქტურირებული და პროგნოზირებადი, მაშინ ეს თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება თქვენთვის. ჟეტონების სისტემა ეს არის ქცევის ცვლილების სისტემა, სადაც სასურველი ქცევისთვის იღებ ჟეტონს, აგროვებ და ცვლი ჯილდოზე. ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობს ჟეტონების სისტემა და რა კომპონენტებისგან შედგება. მთელი პროცესი რეალურად სამ მარტივ ნაბიჯზე დგას. პირველი, ზუსტად უნდა განსაზღვროთ, რა არის სასურველი ქცევა. მეორე, როგორც კი ბავშვი ამ ქცევას შეასრულებს, მაშინვე ვაძლევთ ჟეტონს. მესამე, როცა საკმარის რაოდენობას დააგროვებს, შეუძლია ჟეტონები გაცვალოს მისთვის სასურველ ჯილდოზე, ანუ განმამტკიცებელზე. ახლა ვნახოთ, როგორ ავაწყოთ ეს სისტემა სახლის პირობებში. პირველი ნაბიჯი არის ქცევის სწორად განსაზღვრა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქცევა იყოს კონკრეტული და გაზომვადი. მაგალითად, ოთახის დაალაგება საკმაოდ ზოგადი მითითებაა, ხოლო ყველა სათამაშოს ყუთში ჩალაგება 2 წუთში ბევრად უფრო კონკრეტულია. მეორე ნაბიჯი ეს არის ჟეტონების შერჩევა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სტიკერები, პოკერის ჩიპები, პატარა ნიშნები ან უბრალოდ ქულები დაფაზე. მთავარი ის არის, რომ ჟეტონი იყოს მარტივი, გამძლე და ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა არ გააყალბოს ჟეტონი, ანუ თვითონ ვერ დაამზადოს. შემდეგი ორი ნაბიჯი არანაკლებ მნიშვნელოვანია. პირველი, უნდა შეარჩიოთ განმამტკიცებლები, ანუ ჯილდოები. შექმნით ერთგვარი მენიუ იმ ნივთების ან აქტივობებისგან, რაც ბავშვს ნამდვილად მოსწონს და მოტივაციას უქმნის. ეს შეიძლება იყოს ეკრანთან გატარებული დრო, განსაკუთრებული აქტივობა, საყვარელი თამაში ან უგბარი და ასე შემდეგ. შემდეგი ეტაპია ამ ჯილდოებისთვის ფასის მინიჭება, ანუ გადაწყვიტოთ, რამდენი ჟეტონი ღირს თითოეული. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფასი იყოს დაბალანსებული. არც იმდენად რთული, რომ ბავშვმა სწრაფად დაკარგოს მოტივაცია და არც იმდენად მარტივი, რომ ჟეტონების დაგროვებას მნიშვნელობა დაეკარგოს. სწორად შერჩეული ჯილდოები და მათი ღირებულება სისტემას უფრო პროგნოზირებადს და ეფექტურს ხდის. ახლა ეს ყველაფერი კონკრეტულ მაგალითზე ვნახოთ. ვთქვათ, სამიზნე ქცევაა სათამაშოების დაალაგება 2 წუთში. ჟეტონად ვირჩევთ ვარსკვლავის სტიკერს, ვადგენთ წესს, რომ 5 სტიკერის დაგროვების შემდეგ ბავშვი მიიღებს განმამტკიცებელს, მაგალითად 10 წუთით კომპიუტერულ თამაშს. ეს ყველაფერი ახლა როგორ მუშაობს პრაქტიკაში. როგორც კი ბავშვი სათამაშოებს ჩაალაგებს, მაშინვე აძლევთ ჟეტონს და თან სიტყვიერადაც განამტკიცებთ ქცევას. შესანიშნავია შენ ვარსკვლავი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვი სწრაფად სწავლობს კავშირს, რა ქცევა მოუტანა ჟეტონი და როგორ მიჰყავს ის სასურველ ჯილდომდე. იმისთვის, რომ ჟეტონების სისტემა გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშაოს, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ. პირველი ეს არის, ჟეტონი უნდა მიცეთ მყისიერად ქცევის დასრულებისთანავე, ანუ დაგვიანებული რეაქცია მნიშვნელოვნად ამცირებს სისტემის ეფექტურობას. მეორე, ჟეტონს ყოველთვის დაურთეთ შექება, მაგალითად, კარგად გააკეთე, კონკრეტული ქცევა აღწერეთ. ეს ქცევასა და პოზიტიურ გამოცდილებას შორის კავშირს კიდევ უფრო გააძლიერებს. მესამე, იყავით თანმიმდევრული. წესები არ უნდა იცვლებოდეს ყოველდღიურად, რადგან პროგნოზირებადობა ბავშვს სისტემის უკეთ გაგებაში ეხმარება. ასევე ძალიან სასარგებლოა, თუ ბავშვს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ჯილდო მენიუდან. არჩევანი მოტივაციას ზრდის და პროცესში ჩართულობას აძლიერებს. და ბოლოს დაიწყეთ მარტივად. საწყის ეტაპზე სასურველია, რომ ბავშვმა ჟეტონი უფრო ხშირად მიიღოს ყველა სასურველ ქცევაზე, რათა სწრაფად გაიგოს სისტემის პრინციპი და წარმატების განცდა ჰქონდეს და შემდეგ უკვე ეტაპობრივად გამოხშირა. როდესაც სისტემა უკვე კარგად მუშაობს და ბავშვიც მიეჩვია, უფრო რთულ კონცეფციაზე შეიძლება ვიფიქროთ, მაგალითად, სისტემის ნელ-ნელა გაუქმებაზე ან ჯარიმებზე. აქ ორი მიდგომა გვაქვს, ერთი, როცა მხოლოდ მისაღებ ქცევას ვაჯილდოვებთ, რაც საუკეთესოა ახალი ჩვევების დასასწავლად, მეორეა, როცა ვამატებთ ჯარიმას, ანუ არასასურველი ქცევისთვის ვაკლებთ ჟეტონს. ამას რეაქციის საფასურს უწოდებენ, მაგრამ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო.
ჯარიმები გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, თუ არასასურველი ქცევა პირდაპირ უშლის ხელს მისაღებ ქცევას და რაც მთავარია, არასდროს წაართვათ ყველა დაგროვებული ჟეტონი. მიზანი ხომ ბავშვისთვის მოტივაციის გაზრდაა და არა მისი იმედგაცრუება. ჟეტონების სისტემამ ბავშვს უნდა შეუნარჩუნოს წარმატების განცდა და სურვილი, რომ კვლავ სცადოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჟეტონების სისტემა არ არის მუდმივი. ეს არის დროებითი ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ ახალი სასურველი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. საბოლოო მიზანი არ არის, რომ ბავშვი ყოველთვის ჟეტონის მოლოდინში მოქმედებდეს. პირიქით, დროთა განმავლობაში სისტემა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. როდესაც ქცევა სტაბილურად ყალიბდება, ბავშვს უკვე აღარ სჭირდება გარე სტიმული იმისთვის, რომ ეს ქცევა შეასრულოს. პოზიტიური ქცევა თანდათან ხდება ბუნებრივი ჩვევად ქცეული და თავისთავად სასიამოვნო. როგორც ხედავთ, ჟეტონების სისტემა შეიძლება გახდეს ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი, თუ ის სწორად და თანმიმდევრულად გამოიყენება. მთავარია, სისტემა იყოს მარტივი, გასაგები და ბავშვისთვის მოტივაციის წყარო. სწორედ შერჩეული ქცევები, დროულად მიწოდებული ჟეტონები და რეალურად სასურველი ჯილდოები ისეთ გარემოს ქმნის, სადაც სწავლა უფრო პოზიტიური და წარმატებული ხდება. თუ ეს ვიდეო თქვენთვის სასარგებლო იყო, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ მოწონებას და კომენტარებში გამიზიარეთ, გამოგიყენებიათ თუ არა ჟეტონების სისტემა და რა შედეგი მიიღეთ. შემდეგ ვიდეოებში კიდევ ბევრ პრაქტიკულ თემაზე ვისაუბრებთ ქცევის გამოყენებითი ანალიზისა და ბავშვებთან მუშაობის შესახებ. მადლობა!